ქალაქში იმაზე მარტივი შეზღუდვები არაფერია, ვიდრე შენს გარშემო გამოკვლილი ბილბორდები, ვიდეო რეკლამები, აფიშები თუ პოსტერები, რომელთაც თავიანთი ფუნქცია აქვს. თუმცა ცხადია, მათ ერთი ასპექტი აერთიანებთ: საზოგადოება. ისინი ქალაქის თითოეულ კუთხეში არიან ჩასაფრებული და ელოდებიან თუ როდის მიიქცევენ ჩვენს ყურადღებას. მათ ვამჩნევთ ყველგან. მეტროში, ტრანსპორტებზე, ჯიხურებზე, გაჩერებებზე, ტანსაცმლის მაღაზიებში, ცხადია ბილბორდებზე, კლუბებთან, ლეონიდის ქუჩის ნებისმიერ კედელზე და მეტიც. ზემოდანაც დაგუყურებენ. ამოსულოთ ალტრებს ფუნქციათა მიხედვით განვასხვავებთ. ბრენდები ცხადია მათ პროდუქტს წარმოგვიდგენენ. რეკლამაში კიდე სელებრიტთა მონაწილეობა, რომელიც მარკეტული მაგნიტია, ეს მეგონი ორჯეროვია. ზოგი მათგანი აზარტისკენ გვაცნობებს და დიახ, ეს სულელური ინსტაგრამ პროფაილებიც თვითი არის მაგალითია. ზოგი ღირს მოტივაციას ვადლებს, ზოგი კრეატივით ცდილობს ადამიანის მიზნას და ზოგჯერ ზედმეტი კრეატივიტეტს კი. და რა თქმა უნდა, კინო. მათი საბოლოო მიზანი კი ერთ წერტილში ერთიანდება, რომელსაც შეთავაზება ჰქვია. ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ და სანაცვლოდ საკუთარ პროდუქტს წარადგენენ. ადამიანში და რეკლამის მაკაცობა ასწლეულებიერად გრძელდება. დაწყებული ქაღალდის პლაკატები და დასრულებული აი მოზარ-მოზარი ბილბორდებით, რომელსაც თვალის არიდება თითქმის შეუსრულებელი მისიაა. საბოლოოდ კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ისინი ჩვენი ნაწილი არიან. რატომ? მიმოიხედე. როგორ ფიქრობ? წარმოგიდგენია მათ გარეშე ცხოვრება.